სახელმწიფო ბათუმიდან ფოთისკენ მიმავალი ჯართით დატვირთული რამდენიმე ტრაილერი საპატრულო პოლიციამ 1500 ლარის დააჯარიმა. ოქიმი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მძღოლს წყალწმინდის მონაკვეთზე დამონტაჟებულ სასწორზე გავლის შემდეგ დასაშვებ ნორმაზე მეტი ტვირთის გადატანის მიზეზით ამოუწერეს. მძღოლები ირწმუნებიან, რომ ბათუმიდან გამოსვლამდე ისინი შეამოწმეს და ტვირთის წონის დასაშვებობის დამადასტურებელი ცნობაც აიღეს. საპატრულო პოლიციამ დაჯარიმებულს ხელმეორედ გადაწონის ნება არ მისცა. გუშინ ავწონე ბაშაკში, გამოვიდა 40, მე გადმოვყარე ტვირთი, რომ დავიყვანე 38 და რაღაცა 200, 460. მე წამოვედი აქ და მოვედი წყალწმინდაზე. ამწონე საქანე გამოვიდა 42. მე არ ვეთანხმები ამ სასწორს და მინდა გადამწონონ მეორედ. და ახლა არ მწონავენ. აი ცნობა გააქვს თქვენ? კი მაქვს. ეს საბუთი არის ჩემი. აქ აი ეს ტვირთი მე რომელიც მიმქონდა, ფოთში შევიდანე იყო 39 ტონა. აგემა რამ წონა გამევიდა 44 აქანა. გევიარე 1 კილომეტრი ნახევარი, 2 კილომეტრი 3. მალთაყვაში მამწონა გამევედი 42 ტონა, 400. მალთაყვაში. ჩავდივარ ფოთში ვიცლები სასწორზე და გამევედი 39 ტონა. განაჩენ თქვენ გასაჯეთ 4 ტონაზე მეტი ასასწორვა აჩვენა. აღნიშნული ტრაილერი კომპანია ნიუ მეტალის კუთვნილებაა, რომლის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ მანქანა ბათუმში ისეთ სასწორზე აიწონა, რომლითაც საქონელი ექსპორტზე გადის და ამიტომ ის უტყუარობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. იგი გზად ტვირთის დამატებასაც უარყოფს. მანქანა არის გავსებული, არანაირად არ შეიძლება გზაში რომ მოხდეს ამის დამატება. ჩვენ წონით საკონტროლო სასწორზე, რომელიცაც იმაში მთელ ევროპაში ნაწილდება იქედან ტვირთი. ჩავდივარ ფოთში არ გამოდის ისე. მე მეუბნება ახლა ეს მალთაყვაში როდგანა მე რა ვიცი შენ ხმა გზაში გადაყარეო. თუ ნაკლები გამევედი. თუ მეტი გამევედი შეიძლება დეიმატი კიდო სადმე გზაშიო და სადა ასე დასამატებელი და გადასაყრელი ჯართი. მძღოლები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. მიზეზად ისინი სასწორის სიძველეს და აწონვის დროს დაშვებულ ხარვეზებს ასახელებენ. საუბარია კორეული წარმოების ხელსაწყოზე, რომელზეც მანქანების ბორბლები და კორპუსები ცალ-ცალკე იწონება და მანქანის ოდნავ გადახრის შემთხვევაში შესაძლებელია დიდი ცდომილების მიღება. პავიში ამოვახანე. მე გადავალ. მეორე იწონება, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. გამოყავენ მე შეტანა. კონტროლი არ ყავს ამ სასწორს. გამკონტროლებენ. მოკლე ამ ჯარიმების გადახდა. 10000 ლარი მაქვს უკვე გადახდილი. არასწორადაა სასწორი დადებული და გარდა ამის არ მოწმდება ეს სასწორი კიდე. ეს ძველი სასწორებია ჩამოტანილი და ამაზე ომი 5-6 წელია მაქვს უკვე. მე 13-14 წელი ამ საქმით ვარ დაკავებული და მომიგია სასამართლოები 5-6 სასამართლო მაქვს მოგებული ამის შესახებ. ადრე ძველ მთავრობაში. ამით ბიზნესი ზიანდება და ხვალდაზე რა უნდა გავაკეთოთ. ძღოლი რო დაზარალდება დღეს 1500 ლარი ზარალი ნახა. ამას ერთი თვე ნახევარი, ორი თვე უნდა ირბინოს ამის გულისთვის. კიდე ჯარიმას ამოუწენენ და მე რა უნდა ხდა ძღოლი. წყალწმინდის საპატრულო პოსტზე მყოფმა პოლიციელებმა კომენტარი არ გააკეთეს. გაწვიმებისთანავე სასწორი აიღეს, რასაც მძღოლების პროტესტი მოჰყვა. იმის გამო ეს უნდა ჩავყო მანქანაში რა. თუ ახლა სასწავლის წვიმა არა, ხო? მაშინ არ დგანა სასწორი და ასე ცოტა წამოშკუნფლაზე და ემაზე ერთი და იგივე პრობლემაა. თქვენია დეკლარატო წაიღეს სასწორი და წვიმიანამი წადიდო. გავიცი ახლა ბათუმში ნიუ მეტალი თავის მანქანებს ბარცხანაში მდებარე ქარხანა ბაშაკის სასწორზე წონის. დირექტორმა ადგილზე არ ყოფნის გამო კომენტარი ვერ გააკეთა. სატელეფონო საუბარში კი აღნიშნა, რომ იგი ტვირთს ციფრულ სასწორზე წონის და მის სიზუსტეზე პასუხისმგებელია. ცნობილია ისიც, რომ ჯართის შემთხვევაში ტრაილერის დალუქვა ვერ ხერხდება, თუმცა მძღოლები ირწმუნებიან, რომ საქონლის დამატებას ფიქსირებულ დროში ვერ მოახერხებენ. მძღოლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. არის თუ არა აუცილებელი 4 ფრაქციაში 70-მდე მოწვეული სპეციალისტის დასაქმება აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ასე პასუხობს. ფრაქციას გამოყოფილი აქვს თანხა და ამ თანხის ფარგლებში უფლება აქვს მოიყვანოს იმდენი სპეციალისტი, რამდენიც სჭირდება. მისივე თქმით, ფრაქციებისათვის დამატებითი თანხა უმაღლეს საბჭოში არსებული საკონსულტაციო საბჭოს გაუქმების შედეგად გამოიყო. ფრაქციას გამოყოფილი აქვს თანხა. ეს თანხა არის განსაზღვრული თანხა პროპორციულად ამ თანხის ფარგლებში. ფრაქციას უფლება აქვს მოიყვანოს იმდენი სპეციალისტი, რამდენი ჭირდება. მოიყვანს 2 კაცს, იქნება დიდი ხელფასები. მოიყვანს 30 კაცს, იქნება ცოტა ხელფასები. ეს არის ფრაქციის და პარტიის საქმე. ეს არ არის უმაღლესსაბჭოს საქმე. ფრაქცია ქართული ოცნება ყოველთვიურად 11500 ლარით ფინანსდება. სხვა მოწვეული სპეციალისტებისგან განსხვავებით მაღალი ხელფასი მძღოლებს აპარატის უფროს და მდივანს აქვს. აპარატის უფროსის იოსებ ბოლქვაძის ხელფასი 1200 ლარს შეადგენს.
თავარი სპეციალისტი, ასე ვთქვათ, აპარატის უფროსი, ეს არ არის შტატში არ არის წერია მოწვეული სპეციალისტი, მაგრამ აპარატის უფროსი მყავს პარტიის წევრი იოსებ ბოლქვაძე და დანარჩენები აი დამხმარე სპეციალისტები, ასე ვთქვათ. ფრაქციები განკარგავენ იმას, რა ქვია, თავისთავად ამ თანხებს, სადღაც არის 11500 ლარი უკვე თვეში ფრაქციაზე, აქედან მსხოლს აპარატის უფროს მდივანს აქვს ცოტა მეტი, ასე ვთქვათ, სხვებთან შედარებით და დანარჩენებს აქვს თითქმის ერთნაირი ხელფასი. ფრაქციები ქართული ოცნება აჭარა და ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები ყოველთვიურად 9959 ლარით ფინანსდებიან. ამ თემაზე სტატია გურია ნიუსის ჟურნალისტმა მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ ფრაქციაში ქართული ოცნება აჭარა დასაქმებულებს შორისაა რესპუბლიკელი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი თეიმურაზ ყურაშვილი. მისი ხელფასი 2300 ლარში ადგენს. მაღალი ხელფასები აქვთ ბადრი შარაძის 1700 ლარი და მზევინარ ძირკვაძის 1800 ლარი. ფრაქციას თავისუფალი დემოკრატები დაახლოებით 11 მოწვეული სპეციალისტი ყავს, რომელთა მაქსიმალური ხელფასი 900 ლარს არ აღემატება. აღნიშნულ ფრაქციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიეს და მათ შორის არიან პარტიული და არაპარტიულებიც. ჩვენ მოვიწვიეთ 10 სპეციალისტი. პრინციპის შერჩევა იყო ძირითადად ამოდიოდეთ უშუალოდ მათი პროფესიონალური მიზნით, პროფესიონალური მხრიდან. რა თქმა უნდა, არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ არიან არაპარტიული ადამიანებიც, ვინც მოვიყვანეთ სპეციფიკიდან გამომდინარე, ეგ არის იურისტები და უშუალოდ ეკონომისტები, ვინც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებაში უფრო მკვეთრად დაგვეხმარებიან. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობისათვის ამ მიზნით 12464 ლარია გათვალისწინებული. ფრაქციაში მოწვეული სპეციალისტებს შორის არიან პარტიის აქტივისტები და ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მოქმედი წევრები მანანა ილურიძე და გიორგი კავაზაშვილი, რომელთა ხელფასი 1000 ლარში ადგენს. ასლან სმირბა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან სანაპიროს დაბრუნებასთან ობიექტის საფასურის მიღებას მოითხოვს. კუთვნილი ქონების დაბრუნებას იგი ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირის ოთარ დაბრუნდაშვილის განელის, როგორც სმირბა აცხადებს, ვარდების რევოლუციის შემდეგ პატარკაციშვილმა მას უთხრა, რომ ახალი ხელისუფლება ქონებას ჩამოართმევდა. ამიტომ შესთავაზე რესტორანი მილიონი ლარის სანაცვლოდ გაეყიდა. სმირბამ საკუთრება ბიზნესმენ ოთარ დაბრუნდაშვილს გადაუფორმა, თუმცა ირწმუნება, რომ თანხა დღემდე არ აუღია. რესტორნის ახალ მეპატრონესთან კი კავშირს ვერ ამყარებს. ასლან სმირბას ცნობით, საქართველოში ბრუნდება ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული და თავის დროზე აღნიშნულ საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირი, ბესო კეიდია. სმირბა მათთან დიალოგის გზით აპირებს პრობლემის გადაჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროკურატურას მიმართავს. ოთარ დაბრუნდაშვილთან დაკავშირება ვერც ჩვენ შევძელით. როდესაც მე რესტორანს ვასხვისებდი, ჩემი მეუღლე ცხოვრობდა მოსკოვში, ჩემი შვილი სწავლობდა იქ. ჩემი ცოლი ჩამოიყვანა იქიდან და მოაწერეს ხელი ლიპა საბუთზე, რომელზეც არც თანხა და არაფერი არ მიუღია ასლან სმირბამ. 2 თვის განმავლობაში აი ამ ტელეფონი 98 58 58 ურეკავ ოთარ დაბრუნდაშვილს. გუშინ ვიყავი ჩასული თბილისში, სადაც იმყოფება მაგის ცირკის შენობაში. იქაც დამემალა და კონტაქტი არ გამოდის. მე ვითხოვ დღესდღეობით ჩამოსული არის, ჩამოდის დღეს. მე მგონი მოსკოვიდან ბატონი ბესო კეიდია. აგერა ვარ მე ასლან სმირბა. ეგერ არის ოთარ დაბრუნდაშვილი. ერთხელ და სამუდამოდ შევხვდეთ, ერთხელ და სამუდამოდ დავასვათ წერტილი. ან ჩემია, ან მისია თუ ან სხვისია. ჯერ ერთი შენ წაიღე ეს პატარა ობიექტი აგერო დგას, თავისი ეზოთი. მოაშენეს, მიაშენეს და მთელი უბედურებები გააკეთეს. ამასაც მოვთხოვ, იმასაც მოვთხოვ და დავაჯამებ, დავჯდები და იმ თანხას მოვითხოვ. თუ არა და ჩვეულებრივად გადმოფორმებს რესტორანს ისევ ასლან სმირბაზე. აჭარის რაგბის კავშირი მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბა და მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. როგორც გუნდ დელფინის ხელმძღვანელი აცხადებს, ფედერაციის მიკერძოებულობიდან გამომდინარე დაუფინანსებლობის მიზეზით გუნდმა დელფინებმა გუნდ ბათუმთან შეერთება გადაწყვიტა, რომელსაც ბათუმის მერია აფინანსებს. რაგბის განვითარებისა და ადგილობრივი კლუბების წარმატებისთვის გამოსავალს მინდიაღლონტი ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის რობერტ ჩხაიძის გადაყენებაში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაში, დირექტორთა საბჭოს ჩამოყალიბებასა და ძველი და ახალი კადრების ურთიერთ თანამშრომლობაში ხედავს.
ხედავს. სარაგბო კლუბ ბათუმის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ თანხები მიზნობრივად იხარჯება. ევგენი კუნჭულია პრობლემას ვერც ადგილობრივი გუნდების, არა ადგილობრივი სპორტსმენებით დაკომპლექტებაში ხედავს. შეხვედრას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა. მერაბ ნაგერვაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტსა და ბათუმის ყოფილმერთან დაკავშირება ვერ შევძელით. თავად დისკუსიას კი რობერტ ჩხაიძე არ დასწრებია. მხოლოდ ფინანსდებოდა ერთი გუნდი, რომელიც იყო უმაღლეს ლიგაში და არ ექცეოდა პირველი ლიგის გუნდს ყურადღება. ფოთში ტარდებოდა საერთაშორისო ტურნირი, სადაც ბავშვები ღებულობდნენ მონაწილეობას. რო წავიყვანეთ ეს ბავშვები და ვათამაშეთ, ჭირდებოდა სახსრები, რომ ეს ბავშვების მზავრობის ფული გადაგვეხადა და გადაგვეხადა კვების ფული. სპორტის ფედერაციას რომ მივმართეთ, გითხრა რომ მინდა წერილი ფედერაციის ხელმძღვანელისგან რომ ეს თანხები აგინაზღაუროთ. უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტი ვერ ვნახეთ, ვერ შევხვდით რომ ეს წერილი გაეკეთებინა. კაცი რომელსაც არც ძალიან რაგბის ფედერაციაში პრობლემების მოსაგვარებლად ის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მე მგონი არ უნდა იყოს. გუნდების გაერთიანებას ჩვენ არავისთან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენ კლუბში გამგეობა. ჩვენი მორაგბეები ყველა სპორტსმენები ბათუმის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ეტაპობრივად გავიარეთ რა უნდა გაკეთდეს და რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ეგ არის პერსონალად ჩემზე, უბრალოდ ჩემს მიმართ ბრალდებები და ამ ბრალდებებს ჩვენ საქმის პასუხობთ. მე იმას არ ვთვლი სწორად, რომ თბილისელი მორაგბე ბათუმში უნდა ითამაშოს და ბათუმელო მარტო ქობულეთში უნდა ითამაშოს. საბოლოო შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა, გუნდის ერთი მხარის და მეორე მხარის პოზიციებიდან გამომდინარე სამომავლოდ ალბათ რაღაც საკითხებზე შეჯერება მოხდება. ამიტომ ჩვენ ვიყავით ამ შემთხვევაში როგორც დეპარტამენტი მოდერატორები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვაინტერესებს თუ ფედერაცია როგორ მუშაობს და როგორ ყურადღებას აქცევს კლუბების მუშაობას. ამიტომ ეს იქნება კიდევ სახვალისო თემა. მართლმადიდებლურ ტაძრებში შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით სრულდება. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საშობაო სადღესასწაულო ლოცვას ბათუმის ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ეზიარება შობაც, ასევე იკითხება ტრადიციული საშობაო ეპისტოლე. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40 დღიანი მარხვა სრულდება. 17 იანვრამდე მსგებსია, რაც 4 შაბათს და პარასკევს არასამარხო საკვების მიღებას ითვალისწინებს. შობის დღესასწაულზე ასევე გაიმართება ტრადიციული ალილურის გამოცხვალ 12 საათზე მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბება. ალილუს ტრადიცია საქართველოში რამდენიმე წლის წინ აღსდგა. მორწმუნეები ტკბილეულსა და შემოწირულობებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში შეაგროვებენ. შემდგომ კი მას შეჭირებულ ოჯახებს დაურიგებენ. 12 საათზე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ეს მსახურება განსაკუთრებულია შობის ღამე ალბათ ყველასთვის დაუვიწყარია, ვინც დასწრებია ან დაესწრება აწი ღმერთის მადლით. რა თქმა უნდა, ამ დღეს უნდა ეზიაროს ყველა ქრისტიანი. შობის ღამის შემდგომ უკვე გახსნილდება, მას უთხოვდა რამოდენიმე კვირიანი მარხვა წინ. გახსნილდება 18 იანვრამდე არის მსგებსი, ესე იგი 4 შაბათ პარასკევი კვირის არ არის მარხვა. ასე რომ ღმერთის მადლითა და წყალობით ველოდებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას და კიდევ ერთხელ მიულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებლს დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. შობისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება ბათუმის სომხურ ეკლესიაში აჭარის სომეხთა სულიერმა წინამძღვარმა მამა არარად გუმბალიანმა აღასრულა. ამ დღეს სომხურ ტაძარში წყალი იკურთხება. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ კი მრევლი ეზიარება. დღეს შობისა და ნათლისღებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ სომხურ ტაძარში აღევლინება. ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის სამოციქულო სომხურ ეკლესიაში შობისადმი მიძღვნილ ლოცვას ბათუმში სომხეთის გენერალური კონსულიც ესწრებოდა. ძალიან ძვირფასი ტრადიცია 6 იანვარს მთლიანად სომხური ეკლესია და სომხური ხალხი ზეიმობს შობის დღესასწაულს და ნათლისღებას. აქედან გამომდინარე, მინდა მიულოცოთ მთლიანად საქართველოს ყველა მაცხოვრებელს, საქართველოს სომხებს ამ დღესასწაულით. უსურვო მშვიდობა, გურთება წყალი, ეს ნიშნავს იმას, რომ აქედან მრევლი წაიღებს წყალს თავის ოჯახებში, შენახავს წლის განმავლობაში. მიიღებს ეს წყალს სამკურნალოდ, ანუ სხვა ფუნქციებისთვის
ეს სამკურნალო წყალია და აქედან გამომდინარე ეს ტრადიცია შობის დღესასწაული აღნიშნება დღეს 6 იანვარს აღინიშნება მთლიანად სადღაც არიან სომხები ერთმანეთს მიმართავენ ქრისტოს წმվეც ევჰაიტნეცავ და საპასუხოდ მეზიევძეს მე წავედის ასეთი მილოცვა და მე სარგებლობ შემთხვევით მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის ჩვენი საქართველოს მრავალეროვან მოსახლეობას მეფა ელექტრონიქსი გილოცავთ შობა ახალწელს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას უპროცენტო განმავლობაში